მე ფქვილი გაძვირდა, ნიგოზი აღარ იშოვება. კარგი ხორცი სად ვიყიდო და თოვლის ბაბუის გამოძახება რა ჯდება? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც წინა საახალწლო პერიოდში ყველაზე დიდი ოდენობით ისმის. დიახ, ახალი წლისთვის ვემზადებით, იმ 2013-ისთვის, რომელსაც საერთოდაც არ ველოდით, მაგრამ განგებამ თუ ზეციურმა ძალებმა არც წელს გაგვწირეს და ქალაქში საახალწლო მზადება. ნაძვის ხის გარშემო მონდომებული მშობლები, თვალებ გაბრწყინებული პატარები, ჯამბაზები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუები და გარე მოვაჭრეები გამოჩნდნენ. მთელი ცხოვრება მქონდა ოცნება, რომ თუნდაც ლომის ნიღაბი მომერგო და მაინტერესებდა როგორი იყო საკუთარ თავზე ამხელა ნიღბის გაკეთება და ამის საშუალება ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ნევერლენდმა მომცა, რომელიც დღეს აკართობს აი ამ არაჩვეულებრივ პატარას და უოცავს ახალ წელს. მე კი გაცნობებთ იმას, რომ რუსთაველის გამზირზე არაჩვეულებრივი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღეიდან კი 31 დეკემბრამდე თქვენ აქ არაჩვეულებრივი სიურპრიზები გელოდებათ. ჩვენი ოცნება ავიხდინეთ და ჯერი პატარებზე მიდგა. ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვები მთელ წინა საახალწლო პერიოდს გაატარებენ. აი მე რა მინდა და აი ეს თელი ეს ვაშკაცები როენ ეს თელი თოჯინები რაღაცები ნევერლენდი ჩართულია ამ ღონისძიებაში და ვეხმარებით და ვართოთ ბავშვებს და ჩუქნით ერთ ძალიან ლამაზ დღეს. იცი რა მაინტერესებს, ესეთი დიდები რო ხართ, ბავშვებს არ ეშინიათ? არა? აი როგორ ართობთ ხოლმე ბავშვებს? ღერით ხოლმე? რამდენი ხართ? რაღაცა მთელი ზოოპარკია მე მგონი. სანტა თუ თოვლის ბაბუა? ეს მარადიული შეკითხვა ჩვენთან მას მერე ჟღერს, რაც ევროპელი სანტა კლაუსი ჩვენი თეთრწვერა თოვლის ბაბუის კონკურენტად გამოცხადდა. თუმცა ტრადიციულ თოვლის ბაბუას გავაფრთხილებდით. თქვენთან ერთად სურათის გადაღება წინა საახალწლოდ ფასიანი რომ არ იყოს, ნაძვის ხის ქვეშ სათამაშოების დახვედრებასაც თქვენ მოგანდობდით. თქვენ ხართ ნამდვილი თოვლის ბაბუ და არ გვატყუე. რა თქმა უნდა, მე ნამდვილი თოვლის ბაბუ ვარ. ყველას ულოცავ დამდეგშობა ახალ წელს და ყველას თხოვრო მოვიდეს აქ ნაძვის ხესთან და მოგვილოცავთ თქვენ ახალ წელს. თოვლის ბაბუები ნამდვილად ასრულებენ სურვილებს? აუ ნამდვილად უსრულებს ყველა პატარას, ვინც ოჩახეთი დედიკოს დამჯერებია, ყველას უსრულებს თოვლის ბაბუას სურვილებს. ფასიანია თუ უფასო, ნამდვილია თუ თვითმარქვია, პატარებს დიდად არ აინტერესებთ. მთავარია ჯადოსნურმა პერსონაჟმა მათი სურვილები ახალი წლის ღამეს ნაძვის ხის ქვეშ მოაგროვოს. და რო თოვლის ბაბუამ გაჩუქოს. მე მინდა სოსკიანი ბაია და ყავზი და ჩანგალი და ის რომ მე მინდა სპაიდერმენი ხსელები და სეპებულია და ფეხებს როს ეგევე კნავ მე აკნევე ხსელებს რა მოხდა რა ბავია რა ისეგენი სასკავი თოჯინი რომ მოყვება თოჯინის სასკავი და კიდე ბარბერი ნაძვის ხე როგორ მოგწონს? მოგწონა ნაძვის ხე? აი ეს მოგიწონა? მოგიწონა ეს ნაძვის ხე? ფურტი არის მანქანა. არ გაკ? რამდა მოგიტანოს დედი? ფურტი არის მანქანა. სავარცხელი თავის ბარბით და თავის იმით რა თავის სავარცხელი, თავის ფეხსაცმელი და თავის ტანსაცმელი. წინა საახალწლო ქოთქოთს არც გარე მოვაჭრეები აკლდებიან. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენმა შულმა ფეხების ბაკუნი ატეხოს, ძირს გაწვეს და ადგილიდან მანამ არ დაიძრას, სანამ იმ მანათობელ სათამაშოს არ უყიდით, რომელიც მოეწონა. მოკლედ ქართული საახალწლო სამზადისი ოფიციალურად დაიწყო. გილოცავთ ახალ წელს. ყველას გილოცავთ ახალ წელს.